ხოთი ჩემი რაღაცნაირი ვიდეო, ჩემი გადახვევილი, რომელიც ძალიან მიყვარს. ახობით ნახვეცე რაც დავისხე მოკლე ვიდეოს გადახება YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე და ასე შემდეგ და იქიდან რამდენი ვიდეო მეც პირადად ძალიან მიყვარს და ამ ვიდეოში მინდა რომ გაგიზიაროთ. სადისწავლე ქართულიო. ჩემით ვისწავლო ქართულს. რუთრიენა, კარგად ვიტანჟები, მადლობა. განსაკუთრებით რა ქვია, ზუმნის ხრება ძალიან რუთრია ჩემთვის. მაგალითად მე ვუჭამ იაპონად იქნება ვატაში ვა თაბერუ. შენ ჭამ იქნება იაპონად იქნება კიმი ვა თაბერუ. თაბერუ ეს ზუმნა არ იცვლება ფილების მიხედვით იაპონურად. რა შეეხება ქართულს, მე ვუჭამ, შენ ჭამ, ის ჭამს, მე შევჭამე, შენ შეჭამე. მან შეჭამა. ამით იმუტაბურება მაშინ კიდე კაი, მაგრამ მინდა ვჭამო, გინდა ჭამო, მიჭამია და რაღაცა გიჭამია და რაღაცა, ხო? და კიდე შემომეჭამა და რაღაცა და მეთქი კაი, ზარეთურია და ასე შემომესწავლა მოკლედ. სწავლის პროცესში ვარ ისედაც. პირველი ვიდეო არის ეს. იცით როგორ არის ხანო ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ვიტანჯები ქართლენის სწავლით რა. რა თქმა უნდა ამ სილიტრის მიუხედავად ძალიან მიყვარს ქართლენის სწავლა, მაგრამ ხო ასე რომ ვთქვათ ქართლენის თანჯვით ვისი ამონება ასე რომ ვთქვათ. დატუნა ვიჭო და ისა გაკონტროლებულიციონერების ნაირებისათვისაც ვთქვი. გითქვათ ეს სიტყვა ცხოვრებაში ძალიან მაინტერესებს რა სიტუაციაში ხომარავთ ამ სიტყვას. ენა მუთქივა რა. გაკონტროლებულიციონე სადაშოის ამ ვიდეოს შემდეგ ჩვენმა ბატონმა დატუნამ მომწერა კომენტარებში ძალიან გამეცნია სადაშოის ესაო ჩემი Wi-Fi-ის პაროლი არისო და რანაირი პაროლია ძალიან გამეცნია ძალიან ოქროს კაცია დატუნასამ. ჩემი ემოციები როდესაც საკარათებიროში ჩამოხვევდი ესე ვაიმე გავცებირად რა ვაიმე და პირველად დავრიე ქართული ხოვინო მეთქი ვაიმე გემრიელი იყო ძალიან ცხადია და პირველად ვუჭამე ქართული ხაჭაპური და ხინკარი მეთქი ვაიმე ძალიან შემიყვარდა და პირველად ჩავჯექი მარშრუტკაში მეთქი ვაიმე მეშიბერეთ მინდა ძალიან სწრაფად იარა და მეთქი გამიჩერეთ შემეშინდა ცოტა ხო და პირველად დავინახე ესეთი დიდი სასწავლები საბროდაროზე, მოგონი პეკინის ქუჩაზე იყო, ახალ მასწავლებელს, მაგრამ მეთქი ვაიმე ასე ვიყავი. მაგრამ ყველაზე პოზიტიური ემოციები მქონდა, როდესაც ვნახე ქართული ენა, თვითონ რა, მეთქი ვაიმე ესეთი რუთული ენა რო არის ვაიმე. ვაიმე სხვადასხვა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიტყვა ქართულში, სხვადასხვა მინიშნებობას შეიცავს, სხვადასხვა კონტექსტში შემიძლია რომ გავიარდნო ვაიმე და რაღაცა ხო და ძალიან მიყვარს. ჩამოდი ყვარელში თუ ჩამოხვა გამიხარდება კაფრად დავდიოთ. კაფრად კი, ერთხელ დამილებია კაფრად. დამპაძრეს მეგობრებმა კაჰეტში, სუპერაზე, დედაფურის წყალში. სკოლას რა იაპონიისა და საქართველოს მეგობრობაზე გამარჯვოს. დავდიეთ. მეც ვთქვი რაღაც საერთაშორისო იაპონიისა და კაჰეტის მეგობრობაზე გამარჯვოს. დავდიეთ. იაპონიისა და დედაფურის წყალს მეგობრობაზე გამარჯვოს. დავდიეთ. მაგრად კაფრად დავდიეთ რა. მე საერთოდ არ მახსოვს რა მოხდა. არ მახსოვს რომ მე საერთოდ სამოვიდი სახში, ვაფშე როგორ სამოვიდი სახში, ეგეც არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ კაფრად მაგრად დავდიეთ. ახალს მახსოვს ეს სუპრა. მახსოვს და ნახევრად ახალ მახსოვს დამავიწყდა, იმიტომ რომ გავითიშე რა ძალიან ბევრი დავდიე, ძალიან ბევრი რაღაც სხვადასხვა ხოვინო, ჭაჭა არაყი, ლუდი და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, მაშინ მეც მახსოვს რომ რაღაც ვთქვი რა, იაპონიის და საქართველოს მეგობრობას გამარჯვოს და რაღაც ჩემი ქართულად ვთქვი სადღეგურეზე რომ ის იყო მეგონი ერთ-ერთი რაღაც ფილიბერი სადღეგურეზე რომ რომელიც მე ქართულად ვთქვი და
მგონი ეს დედოფლის წყალი იყო ხო და კარგი გამოცდილება იყო. სამრაიზე მოყვები თუ ძმა ხარ აბა ძმა ვარ მუდრიანად გეთქვით ნუ ხომ მოკრეთ აი ასეთი არა სამრაი არის ასეთი ასე რომ თქვათ აი ეგრეთ წოდებული სამრაი არის ნუ როგორც თქვენ იცით აი ესეთი სამრაი არის რა ესეთი არის რა აი სამრაი რო არის ნუ ასე რომ თქვათ ასეთი ძმა არის რა მოკრეთ ხო და სამრაი გაიგეთ რა არის სამრაი სხვადასხვა ამ ვიდეოს გადახრების დროს გაცილებელი ვიყავი რა და ასე რომ თქვათ ანუ დასასკისში თავდაპირველად მინდოდა კარგად ახსნა სამრაი რა არის ამის ისტორია როგორი პიროვნება და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან გაცილებელი ვიყავი და კარგად ვერ ვიფიქრე ამიტომ ესეთი ვიდეო გამოვიდა მაგრამ საბრალდამში მეც რახაც ეს ვიდეო მიყვარს რავი ეს ხუთი ვიდეო ანუ აქამდე რაც მქონდა გადაიხებული და აქედან ეს ხუთი ვიდეო ძალიან პირადადაც ძალიან მიყვარს და თქვენ რას ფიქრობთ რომელი ირჩევინიათ რომელი მოგწონს კიდევ გავაგრძელებ ვიდეოს გადახევას ხო და ყოველთვის დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის მოხარდაჭერისთვის ძალიან მიხარია თქვენი კომენტარების ნახვა სხვადასხვა ძალიან მიყვარს სამწუხაროდ ყოველას ვერ ვფასხობ მაგრამ ყოველას ვკითხავ კარგად და გავაგრძელებ ვიდეოს გადახევას იმისთვის რომ კარგად ავხსნა იაპონია იაპონურ ენაზე ასევე ჩემი სიყვარულზე ქართლის მიმართ ასევე რაღაც ესეთი რაღაცნაირი ვიდეოსაც გადავიხარ ჩემი თავი, ჩემი ქსელი ასე არის რა, როცა ბიბლიოთეკაში, ციგნების მაღაზიაში ციგნებს ვეძებ. იმიტომ რომ იაპონურად ციგნის სათაური ზემოდან ქვემოთ მოიწერება, ვერტიკალურად რა. და პირდაპირ შემიძლია გავიგო რა არის სათაური. მაგრამ ქართულსაც შეეხება, ნუ ინგლისურსაც ეგრეა, ზოგადად მარცხნივ და მარჯვნივ ხო იწერება. ჰორიზონტალურად. და ციგნის სათაური ხო ასე იწერება, ასე ხო იწერება. ამიტომ მეც უნდა ვქნა ასე, ჩემი თავი, ჩემი ქსელი ძალიან მუდქივა სხვადასხვა მაგრად. ანუ უბრალოდ ციგნების მოპოვება მინდა და რატომ უნდა დავიტანჯო ახარ ვიცი.